მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვა ვუწყობი. გადაცემის ამ ნაწილში კი ჩვენ გვეყოლება სტუმრად საქართველოს პატრონთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურავი ტრადიციულად მოგესალმებით. ბატონი დავით და ბუნებრივია ჩვენი მოვლენათა ქრონოლოგია უნდა შევაჯამოთ გადაცემაში, რომელიც ამ დღეების განმავლობაში არც თუ ისე სახარბიელოდ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. პრაქტიკულად თვითმმართველობის არჩევნება გვაჩვენა, რომ არც არაფერი არ შეიცვალა, ისევე როგორც ქართული ოცნების ლიდერები მართავდნენ თუნდაც თვითმმართველ ორგანოებში და ასევე მეც იგივე წრეზე დავდივართ, იგივე მოცემულობაში აღმოჩნდით. რა დაგვანახა აი ამ პროცესმა? მოგესალმებით, გუშინ ვიყავი მე ეთერში, ვისაუბრე ამ საარჩევნო აპარატთან დაკავშირებით და არჩევნებთან დაკავშირებით. მე ხალხი რეკავდა რაღაცა ვერ გაიგეს კითხვები დასვეს, ამიტომ ჯერ რამდენიმე წუთს ამაზე დავხარჯავ, რომ ყველაფერი გაიგოს. საქართველოში ადრე იყო 3750 საარჩევნო უბანი. ახლა ხელისუფლებამ რაოდენობა შეამცირა. 3061 უბანი იყო საარჩევნო ეხლა. ყველა საარჩევნო უბანზე ხელისუფლებამ დადგა აპარატი, ესეთი დიდი აპარატი, რომელიც პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დავუყოთ. ესე იგი, პირობითად შედგება ეს აპარატი სამი ნაწილისგან. ამ აპარატს დაარქვეს ელექტრონული არჩევნები და ამას არავითარი კავშირი ელექტრონულ არჩევნებთან არ აქვს. აპარატის ზედა ნაწილში არის მოწყობილობა, რომელიც ითვლის რაოდენობას ხალხის, რომელიც შემოდის უბანზე. შემდეგ არის შუა ნაწილი პირობითად, სადაც შეცურდება ბიულეტენი, რომელსაც თქვენ გააფერადებთ 8 ნომერს. ეს შუა ნაწილი ამას ამოწმებს და ქვევით არის 5, სადაც მე ვარდება ეს ბიულეტენი. მე მგონი გასაგებად თქვენ. ახლა აი ამ 3061 უბანზე რო იდგა აპარატები, ყველა ამ აპარატში უკვე შუა ნაწილში თავიდანვე დალუქულები მოდის ეს აპარატები, ხელისუფლებამ დაახლოებით 700,000 ბიულეტენი უკვე ჩადო, უკვე იდო ამ აპარატებში და ამ ბიულეტენებში უკვე შემოხაზული იყო, გაფერადებული იყო 51 ნომერი, ზოგან გირჩის ნომერი, ზოგან ნიკლელოს ნომერი, ზოგან უკვე იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ქრონომეტრაჟი, ანუ დათვლა რამდენი ადამიანი მოვიდა. წარმოებული იქნა ძალიან ბევრ უბანზე, ჩვენ ვაწარმოეთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ბევრ უბანზე ძალიან და გამოჩნდა რა, ყველამ დაინახა, რომ ხალხი არჩევნებზე საერთოდ არ მოვიდა. ფაქტიურად მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მიუხედავად ამისა, პიკის საათი არის სულ 2 საათი გრძელდება, ეს არის პირველი 2-3 საათი, აი ამ დროს იყო მაქსიმალური რაოდენობა ხალხის, ზოგიერთ უბანზე 30 და 35 კაციც მოვიდა. მაგრამ რომ იცოდეთ, ეს არის ძალიან ცოტა რაოდენობა. და ამ დროს აი ეს 30-35 კაცმა რომ შეაცურა თავისი ბიულეტენები, ზედა აპარატმა აჩვენა, რომ თითქოს იყო 120 კაცი მოსული, 110, 115, 120. ანუ 35 ბიულეტენი შევიდა და ჩაიყარა ყუთში დაახლოებით 120 ბიულეტენი. შემდეგ არაპიკ საათებში მაქსიმუმ უბანზე იყო 2 კაცი. და ეს აპარატი, როცა შეცურდებოდა ეს 2 ბიულეტენი, 10 ბიულეტენს აჩვენებდა და როდესაც 6 საათისთვის საერთოდ არც ერთი კაცი თუ მოვიდოდა, არც ერთი. იმ ერთ კაცზე 8 ბიულეტენს აჩვენებდა და 900. აი ესე მუშაობდა ეს დანადგარი. ახლა შეგვიძლია დეტალურად დავხსნათ ეს როგორ ხდებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ არაა საჭიროება. ფაქტი ერთია. არჩევნებზე მოვიდა დაახლოებით 700,000 კაცი. ხელისუფლებამ თქვა, რომ არჩევნებზე იყო 1,428,000 კაცი. ანუ ხელისუფლებამ 700,000-ზე მეტი ხმა დაიმატა, რომელიც არ არსებობდა. ამაზე დიდი გაყალბება და ამაზე დიდი მიტაცება ხმების საქართველოს ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა. საერთოდ გაოცებული ვარ, რომ ისეთ ახალგაზრდა ხალხი, როგორიც არის ბატონი პრემიერ-მინისტრი, გნებავთ ბატონი პარლამენტი, არც ხვენიათ და აი ამ იციან მათ ეს ყველა ბათი გაკეთებულია. მაგრამ თითქოს არაფერი არ იყო, არაფერი არ მომხდარა. და აი ამაზე ლაპარაკობენ და მუდმივად ამბობენ, რომ აი იქ ვიღაცა რაღაცას შევარდა რაღაც შენობაში და შენობის აღება ვიღაცას რომ ამას მოპარაო დანაშაული არის. ყველაზე დიდი დანაშაული საერთოდ სახელმწიფოში არის საარჩევნო ხმების მოპარვა და ხმების გაყალბება. ამაზე დიდი დანაშაული საერთოდ არ არის
არ არსებობს და ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმდენად დაზიანებულია უკვე ჩვენი საზოგადოება ჯერ სააკაშვილის რეჟიმის მერე და შემდეგ აი ამ რეჟიმის მერე, რომ 700,000-ზე მეტი მოპარული ხმა არ ითვლება დანაშაულად და ვითომ არაფერი არ მოხდა. კი, ბატონო დავით, ერთ საინტერესო ფაქტი იყო ასევე, ჩვენ ასობით ადამიანს ალბათ ინტერაქტიულ ეთერებში პირდაპირ ეთერში ვუსმენდით, როგორ გვეუბნებოდნენ, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, პატრიოტთა ალიანსს ვაძლევთ ხმას, ასეც, ისეც, ქუჩაშიც გამოკითხები. ბუნებრივია, ვიცოდით საზოგადოების განწყობა, საზოგადოების თუ ალბათ არჩევნებში ვინმე მიიღო მონაწილეობა იმ დაბალი აქტივობებიდან გამომდინარე, იყვნენ ალბათ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი საზოგადოება, რომლებიც მივიდნენ ნამდვილად უბნებზე, ასაკოვანი ადამიანები გვირეკავდნენ, რომ აი ახლა 80 წლის ვარ, მაგრამ მივედი და მივეცი ხმა. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ყველა ალბათ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობდა ამ არჩევნებში, მაინც პატრიოტთა ალიანსის მაღლა არის დაყენებული, თუნდაც იმ პროცენტული მაჩვენებლით. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს თუ არა იმას, თუ რა დამოკიდებულებაა, თუნდაც პატრიოტთა ალიანსის მიმართ, უსამართლო დამოკიდებულებას, რომელზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრეთ, რომ მუდმივად ცდილობენ გვერდზე გაწიონ ეს პოლიტიკური პარტია. არჩევნების დროს 85,000 ბიულეტენი გამოცხადდა ბათილად. მე გეუბნებით, რომ აქედან მინიმუმ 70,000 ბიულეტენი ჩვენი იყო, მაგრამ აქ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლებამ ამ არჩევნების მერე თქვა, რომ მე ვარ ამ ქვეყანაში პოლიტიკაში მარტო მე და შეფუთვისთვის მე კიდე მჭირდება იქ ლელო, იქ ვიღაცა, იქ გირჩი, მეტი მე არავინ არ მჭირდება. დანარჩენები უნდა გახვიდეთ პოლიტიკიდან. ამიტომ თქვენ მე გიწერთ 0%-ებს, 1%, თქვენ არ უნდა არსებობდეთ პოლიტიკაში. ხელისუფლება მკაფიოდ ამბობს, მარტო მე ვარ პოლიტიკაში. სინამდვილეში ის გირჩები თუ ის ლელოები თუ ვიღაც არც ისინი არ არსებობენ პოლიტიკაში. ხელისუფლება ამბობს, თქვენ უბრალოდ შეფუთვისთვის ჭირდებით და რეალურად მარტო მე ვარ და დანარჩენებს, ვისაც ხმები მოპარა არ დაუწერა, თქვენ საერთოდ არ მჭირდებით. უნდა გავაცნობიეროთ, აქ იმაზე არაა ჩვერა დაგვიწერეს, აქ იმაზეა, რომ მოხდა პოლიტიკური პროცესის თლიანი უზურპირება და ხელისუფლება ამბობს, მარტო მე ერთადერთი მე ვარ პოლიტიკაში. სამწუხაროდ ზუსტად ასე ეკონომიკაშიც მარტო ეს არის და ყველაფერში მარტო ეს არის. ყველაზე დიდი მიტაცება სწორედ ამ ხელისუფლებამ განახორციელა, ეს უნდა გავიგოთ და ეს არის უზარმაზარი დანაშაული და რჩება უამრავი ხალხი ჩვენ ქვეყანაში, ვინც ვერაც ცნობიერებს, რაოდენ დიდ დანაშაულთან გვაქვს ჩვენ საქმე. თუმცა ალბათ საზოგადოება ყველაზე კარგად აცნობიერებს ბატონ დავით ახლა რომ თითქმის არაფერი არ შეცვლა, აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლა ამ თვითმმართველობის არჩევნებში და კიდევ უფრო მეტად დააზიანა ამან პროცესი ადამიანების აი ეს ნიჰილისტური განწყობა, რომელიც ჰქონდათ წლების განმავლობაში და მუდმივად ამას ვწულობთ რომ შეგვეცვალათ, აგვენახებიან რომ აი იბრძოლეთ, აუცილებლად მიდით საარჩევნო უბნებზე, კიდევ ერთი ილუსტრაცია მოხდა ამ ადამიანებისთვის რომ აი არაფერი არ შეიცვალა, ისევ ყველა თვითმმართველ ორგანოში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, იქ მერი იქნება თუ რეგიონალურ დონეზე და რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტად ხდება ამ ადამიანების რაღაცა იმ მუხტის რომ ყველაფერი რაღაც შეიცვალოს ელემენტარულ დონეზე მაინც ეს ჩაწერა გამოსავალი რა არის ბატონ დავით ამ დროს თავარი ეს არ არის ჩვენ აღმოვჩნდით სრულიად ახალ რეალობაში ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ ცხოვრობთ უზარმაზარ ტყუილში ყველაფერი ტყუილია რა ჩვენ სირგულივ ტრიალებს პოლიტიკაში ეკონომიკაში სოციალურ სფეროში და თუ შენ ამბობ რომ ტყუილია ამ ხელ ამ ტყუილს იმ წუთაშივე დამნაშავე ხარ და იმ წუთასვე ისჯები ყველანაირად გჯის ხელისუფლება გაიგეთ რომ ზუსტად ეს იყო საბჭოთა ეპოქის ტრაგედია რომ დიდ ტყუილში ცხოვრობდა ქვეყანა და იმდენად დაზიანდა ამ ტყუილისგან თაობები რომ თვითონ საბჭოთა ხელისუფლება გახდა იძულებული რომ გამოეცხადებინა ეგრეთ წოდებული გლასნოსტი საჯაროობა თქვა რომ ტყუილში ვცხოვრობთ და იგივეს გავდივართ ეხლა უზარმაზარ ტყუილში ვართ და ორი ვარიანტია ან უნდა იძახო ამ ტყუილზე რომ ეს სიმართლეა და სადღაც მიდგე მოდგე შეძრე გამოძრე და კარგად იქნები და თუ ამბობ რომ ეს ტყუილია და ამას ამხელ ძალიან ცუდად იქნები და დაისჯები აი ბატონ დავით საინტერესოა ასევე ჩვენ თუ მიუყვებით მოვლენათა ქრონოლოგიას რა ხდებოდა ამ დღების განმავლობაში 4 ოქტომბრის მოვლენაც მინდა გავაანალიზოთ იმიტომ რომ რაღაცნაირად საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი რომ შვიდობიანი პროტესტი იქნებოდა და შემდეგ ნახეთ რაც მივიღეთ ხომ არიან დაკავებულები პოლიტიკური ლიდერები და 46 ადამიანია ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დღეს დაკავებული კიდევ 14 პირი დააკავეს ხომ აი ზოგადად აი რა მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას სად გადავიდა პროცესები და ეს პროცესიც არის თუ არა მართული. თავად აი ეს პროცესი თუნდაც აი ამ აქციების და ასე შემდეგ, აი ეს რაც ხდება. საქმე რა შეიცი რომ
ნებისმიერი აქცია, არა, მართული რას ნიშნავს ახლა? მართულია ის პროცესი, რომ ხმებს იპარავენ. ხალხი გამოდის აქციებზე, თვითონ ჯერ ერთი იქ არის თვითორგანიზებადი ნაწილი ადამიანების, რომლებიც თვითონ ორგანიზდებიან და მოდიან აქციებზე და არიან ორგანიზატორებიც. ყველანაირი პროცესი ყოველთვის რაღაცნაირად იმართება. ეს არ არსებობს ახლა რო პროცესი. აი რას გულისხმობ თუ შეიძლება დავაზუსტებ გულისხმობ იმას, როდესაც ჩვენ ვიცით რომ მაგალითად ადამიანები გულწრფელი მოთხოვნებით არიან იქ და არიან ადამიანები რომლებიც პროვოკაციულ ქმედებებს ჩადიან მიზან მიმართულად რომ აი ეს პროცესი არიან. ჩვენ გადავდივართ ძალიან რთულ სფეროში, მაგრამ რატომაც არა ვილაპარაკოთ და ვისაუბროთ ამაზე დეტალურად. ჯერ ერთი ეხლა ყველაფერს ცდილობს ხელისუფლება რომ დააყენოს ეჭვის ქვეშ. ეს ხელისუფლება ვიმეორებ დიდი ხანია სუტყულში ცხოვრობს. ჩვენ თვითონ 4-ჯერ გავავსეთ თავისუფლების მოედანი. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს თავისუფლების მოედანის ავსება. თავისუფლების მოედანზე ზოგჯერ შეიძლება 40-45,000 კაცი დაეტიოს და თითქმის გაივსოს, მაგრამ არა მჭიდროდ გავსებული და 100,000 კაცი ეტევა, როდესაც საერთოდ ნემს ვერ ჩააგდებ. ეს ერთი თემაა. მეორე საკითხია, რომ ეხლა ბუნებრივია ობიექტივით ტელეკომპანია, ჟურნალისტები იყვნენ იქ და ბუნებრივია ისინი უყურებდნენ რა რაოდენობის ხალხი, ითვლიან იქ იყო ზღვა ხალხი, ზღვა, იქ 100,000 კაცზე მეტი იყო. არ ეტეოდა გვერდზე ქუჩებზეც ხალხი. ახლა ხელისუფლება ცდილობს მოყვეს დიდი ტყუილი, რომ იქ იყო 10,000 კაცი. გუშინ ვიღაცა კაცმა დარეკა და აი 30,000 კაცი იყო, რომელიც თვითონ ცხოვრებაში მიტინგზე ნამყოფი არ არის, არც ერთი მიტინგის მონაწილე არა, მიტინგი არ მოუწყია, მაგრამ შემფასებელი არის, რომ 30,000 კაცი იყო და ჩვენ მთელი ცხოვრება ყველაზე დიდი რაოდენობის მიტინგები გვაქვს საქართველოში მოწყობილი, ჩვენ არ ვიცით ახლა რამდენი. ეხა იმის ფიქრი, რომ 100,000 კაცი მივიდა არა გულწრფელად, ეს სისულელია. აბსოლუტური რა იქ იყო უდაოდ არაგულწრფელი ხალხი და იყო გულწრფელი ხალხი, მაგრამ თუ ჩვენ ქვეყანაში 100,000 არაგულწრფელი კაცი მიდის, მაშინ დაღუპულა ეს ქვეყანა საერთოდ. მე ახლა წარმოუდგენელია, რომ 100,000 არაგულწრფელი ადამიანი მივიდა თავისუფლების მოედანზე. არასერიოზული აზრებია ახლა ეს. შეიძლება არაგულწრფელი ადამიანი იყოს 1000 კაცი, 5,000 კაცი, მაგრამ 100,000 კაცი ვერ იქნება ახლა. კი ბატონო, 10,000 კაცი შეიძლება იყოს. ახლა იმის ჯერ ერთი სულ მიდის რომ ნაცმოძრაობა, მორიგი შეფუთვა, მორიგი საფრთხობელა ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს. აღარ არსებობს. ნაციონალურ მოძრაობას არ აყავს არის 10,000 კაცი. აი კიდე ვიძახი, ესეთი უგუნურობა დაუფიქრე, მაგრამ ეს არის ხელისუფლების პიარე. თუ ნაციონალურ მოძრაობას ყავს 100,000 კაცი, მაშინ ნაცმოძრაობა მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და აიღებდა 50%-ს, გეოვნებიდან 40%. იმიტომ 100,000 კაცი რომ მივიდა იქ, იმათ კიდე ოჯახის წევრები ყავდა, ეს 100,000 კაცი არის 400,000 კაცი ჯამში. და მაშინ თუნდაც მოძრაობას ამდენი ხალხი ყავს, დაღუპულა ეს ქვეყანა და არჩევნებშიც მონაწილეობას მიიღებდნენ და 50%-ზე მეტსაც მიიღებდნენ. ეს არის რაღაცა ბოდვა სრული. რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა არ არსებობს და არ აყავს ამდენი ხალხი და ეს არის რაღაც საფრთხობელა. ამიტომ უნდა გვესმოდეთ, რომ 90% ადამიანების ვინც იქ მივიდა, ეს ადამიანები არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ ან ნაცმოძრაობის, ან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან, ან არაგულწრფელი ხალხი, იქ შეიძლება იყოს 5,000 კაცი თქო ესეთი. დანარჩენი მიდის რატომ? არ სურს ხალხს ამდენი ტყუილში ცხოვრება, ნუ კაცო, ყველაფერი ტყუილია, ესე რამ დაგვაბრმავა, ვერ ვხედავთ, რომ ჩვენ ხელისუფლება მონათფლობელურ საზოგადოებას უკვე ააშენა. ხელისუფლება კი არაა მონები, არ ეძახიან, აი დაძდევენი ქალბატონ წულუკიან მონა პირიქითაა ყველაფერი, კაცო. ჩვენ დაგვიმონეს, რა ვერ გაიგეთ, კაცო. ეს ხელისუფლებაა, ბატონ ყმობის ესენი არიან, ვინც ჩვენ გვიმონებს, კაცო. უკვე დამონებულები ხართ. 700,000-ზე მეტ ხმას რომ მოიმატებს ხელისუფლება, ნუ თუ ვერ ხვდებით რომ უკვე დამონებულები ხართ. და კიდე ამის მერე რომ გეუბნება, აქცენტები რომ გადაყავს, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალება იყო, შენობის აღება უნდათო, ვიღაცას რაღაცას რომ პარავო, ან სხვის შენობაში რომ შედიხარო, ესო დანაშაული არ არისო? დანაშაულია. 700,000-ზე მეტ ხმას რომ იპარავდა იმატებს, დანაშაული არ არის? აბა რა არის ეს?
და ადამიანებს როდესაც არჩევანიც კი ამ შემთხვევაში წართმეული აქვს ეს ალბათ ძალიან მტკივნეულია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონ დავით, აი ამ პროცესს რა ეშველება, რასაც ვუყურებთ, არც არჩევნებია გამოსავალი, არც ქუჩის პროტესტი არ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც უნდა შესრულდეს და გამოსავალი რა არის? აი ამ კრიზისიდან, აი ამ უკიდურესი დესტაბილიზაციიდან, პოლარიზაციიდან როგორ უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა? ჯერ ერთი საპროტესტო აქციები ყოველთვის არის გამოსავალი. უბრალოდ საპროტესტო აქციებს ჭირდება სწორი და საჯარო, არანაირი საიდუმლოებები არ არის საჭირო, სწორი და საჯარო კონსტრუქცია უნდა იყოს, ალგორითმი უნდა იყოს სწორი. ჩვენს პარტიაში არის ამასთან დაკავშირებით გარკვეული ასთა სხვადასხვაობა. ქალბატონი ინაშვილი სავარაუდოდ მალე გარკვეული გზით წავა და დაინახავთ თქვენ ამ გზას. ანუ მე მინდა ვთქვა, რომ იქნება დიდი ბრძოლა ამის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა დამთავრდება არადამარცხებით. აქ თავარი არის, რომ ამ ვითარებაში არ მისცეს საშუალება ხელისუფლებას რომ მოგატყუოს. მე ახლა არ მინდა გავხსნა, მე გეუბნებით უახლოეს პერიოდში ძალიან მალე აქ ლაპარაკია კვირებზე. ირმა ინაშვილს თავის გეგმა აქვს, მე არ ვიტყვი რომ ამ გეგმას ყველა იზიარებს პარტიაში, მაგრამ აქვს გარკვეული გეგმა. და ის ამ გეგმას უახლოეს ერთი კვირის ალბათ განმავლობაში ან 10 დღის განმავლობაში გააჟღერებს და იქნება კონკრეტული მოწოდება ხალხისადმი როგორ უნდა ვიმოქმედოთ. არავინ არაპირებს არც ფარხმლის დაღწრას და არც დანებებას. ის რაც მოხდა არის კატასტროფა და ძალიან სამწუხაროა რომ საზოგადოებაში არის ბევრი ადამიანი ვინც ვერ იგებს არ სურს რომ გაიგოს რა მოხდა. ახლა ამას ემატება პროპაგანდა, ქართული ოცნება ქირაობს ხალხს, რომელიც რეკავს, რომელიც წერს, ახლა გუშინ საოცარი ზარები იყო. საოცარი, ესე იგი, დაქირაებული ხალხის ზარები, რომელიც აი გამაუგნებელია. ახლა კაცი რეკავს, ქართულ ოცნებას მიმართავ, რო ქირაობთ ვიღაცას, რომელმაც უნდა დაგვირეკოს ეთერში. იმაზე მაინც იზრუნეთ, რომ ეს კაცი მომზადებული იყოს ცოტა. გუშინ მირეკავს კაცი ეთერში პირდაპირ ვართ, მე და ქალბატონი ირმა ინაშვილი და იძახის, რომ აიო, გებრძოლათო თქვენცო სააკაშვილის წინააღმდეგო და ხალხი მაშ თქვენ დაგიჭერდოთ ხელს. ნუ წარმოგიდგენიათ, ასეთ რაღაცას რომ ასეთ მომზადებელ კაცს რომ არ ეკინებთ. ქართული ოცნების ლიდერები დღეს ვინც გახლავან, პირველი პირები, არც ერთ ამ ადამიანს არასოდეს ხას უსვავ, არასოდეს არ უბძვია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მე ირმა ინაშვილი იქნება თუ სხვები მიხეილ სააკაშვილს ვებრძოდით პირველი დღიდან 2003 წლის დეკემბერში შეიქმნა ობიექტივი, რომელიც ებრძოდა მიხეილ სააკაშვილს. უნივერსიტეტის პირველი მიტინგები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზებული იყო, ირმა ინაშვილი იყო, ვინც რექტორის კაბინეტი აიღო მაშინ პროფესორ მასწავლებლებთან ერთად. იქიდან მოყოლებული და ბოლოს ის ციხის კადრებიც ჩვენი აბა ვინ გამოიტანა ეს კადრები და ვინ გადაიღო ეს каранტინის კადრები, რომელმაც ჩამოაგდო სააკაშვილს? ჩვენ პარლამენტში ჩვენმა პარტიამ შეიტანა 9 მილიონი ხელ ის კომისია რო შეიქმნა, რომელსაც ქალბატონი წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ის კომისია ვისი იდეა იყო? ჩვენ შევაგროვეთ 9 მილიონი ხელმოწერა ამ კომისიის შესაქმნელად და 5 წლის მერე შექმნეს. ყველაფერი რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ ბოლო წელს ჩვენი მოფიქრებული, ჩვენი დაგეგმილი და გაჟღერებული იყო პარლამენტის ტრიბუნიდან 1000 ჯერ, 10.000 ჯერ. და თუ ჩვენ არ ვებრძოლეთ, აბა ვინ ამ ხალხმა ებრძოლა, რომელსაც საერთოდ სააკაშვილის დროს სააკაშვილის სტრუქტურებში მუშაობდა. საოცრება ესეთ მომზადებელ ადამიანებს რო არ ეკინებთ. კიდე გეუბნები დღეს ქართულ ოცნებაში 90%, 90 თუ არა, 80 ნამდვილად. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და ნაციონალური მოძრაობის წევრები. ქართული ოცნებაა დღეს ნაციონალური ოცნება. და იმიტომ ჩადის, რასაც ჩადის, იგივე ჩადის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ჩადიოდა, აბა იგივე ხალხია და აბა რა იქნება? ბატონ დავით, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რაღაც დასკვნები რომ გავაკეთე, ხვდები რომ პატრიოტთა ალიანსი ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია და ახალი რაღაც წინააღმდეგობის მოძრაობის მსგავსი უნდა შეიქმნას ხომ ალბათ და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც აი ამ პროცესში ჩაერთვებიან და მე დარწმუნებული ვარ, მე თვითონ თქვენს აქციაზე ვარ ნამყოფი და ამიტომ ალიანსი არა, ეხლა პროცესი უკვე გაცდა ყველანაირ პარტიულ აქ პარტიები ეხლა
არაფერ შუაში არ არის და პარტიული პროცესი ვერ იქნება. ეს არის ისეთივე რეჟიმი უკვე, როგორც ერთადერთი განსხვავება დღევანდელ რეჟიმსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის არის ის, რომ ამ რეჟიმმა მადლობა ღმერთს ჯერ ციხეებში არავინ არ მოკლა და არ გაუპატიურა. სხვა არანაირი განსხვავება აღარ არის. ამათ მოიპარეს იმდენი რაოდენობის ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მოუპარია. ეს ხმები კორუფციით, ამათ გადააჭარბეს ყველანაირად, კაცო, ტექდათვალიერება სააკაშვილმაც კი გააუქმა. ამათმა ყოველ ნაბიჯზე ესენი ქმნიან ახალ კორუფციულ სქემებს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკაზე. ეკონომიკაში ვერავინ ვერ გაჭაჭანდება, თუ სადღაც არ შეძვერი, გამოძვერი და ამათ უკან არ შეუძვერი. არ მიდექმოდექი და ვინმე აქ ვერაფერს ვერ იზავდა. პოლიტიკური პროცესი საერთოდ აღარ არის. საერთოდ. სააკაშვილის დროს კიდე ლევან გაჩეჩილაძე ცხონებული ლიდერი იყო მაშინ მოძრაობის და ყოველდღე ქუჩაში ხალხი იდგა. ეხლა ესეც არ არის. მე გეუბნები თქვენ, რომ ეს არის რეჟიმი, არაფრით არ ჯობია იმ რეჟიმს გარდა იმისა, რომ მადლობა ღმერთს არ კლავენ, არავის არ აუპატევრებენ. დანარჩენი ამან რაც ქნა, ასე ურცხვად ამდენი ხმის მოპარვა და მე ასე ურცხვად ტელევიზიიდან ლაპარაკი, რომ მე მართალი ვარ, ნუ გაოცებული ვარ ეხლა მე. ამიტომ აქ ბრძოლა სხვა უნდა იყოს, როგორც მაშინ გაჩეჩილაძე არ იყო რაიმე პარტიის ხელმძღვანელი. მე გულისხმობ ლევან გაჩეჩილაძეს. ის იყო უბრალოდ, ეს იყო დიდი ფრონტი, აი ესეთი ფრონტი სამოქმედო. აქ იყვნენ პარტიებიც, არაპარტიებიც, უბრალოდ ადამიანები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ამ ფრონტმა უზარმაზარი შრომა გაწია, უზარმაზარი შრომა იმისთვის, რომ შეერყია ეს რეჟიმი. ეხლა ზუსტად ესეთი რაღაცაა საჭირო. აქ უნდა შეიქმნას დიდი ფრონტი, რომელიც არ იქნება პარტიული ხასიათის და ბევრად უფრო მაღლა იდგება და საერთოდ არაფერ შუაში არაა პარტია. აქ უნდა უბრალოდ ჩამოყალიბდეს ლოზუნგები, რის ირგვლივ ხდება გაერთიანება. რის ირგვლივ? აი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონათფლობელობის წინააღმდეგ უნდა იყოს ეს გაერთიანება. გაიგეთ, აქ აღარა აქვს ეს ევროპული მომავალი თუ არა, ვიღაცას უნდა ევროპა და ვიღაცას უნდა იაპონია. ვიღაცა საფრანგეთი, ვიღაცას ჩინეთი. საერთოდ არაფერ შუაში არა ეს თემები აქ. ეს არ შეიძლება იყოს თემა. ერთი არის, რომ ნებისმიერი ფრონტი, მაგალითად ჩვენნაირი ხალხისთვის, აუცილებლად უკავშირდება ენას, მამულს და სარწმუნოებას. აქ ორი აზრი არ არის. რომ არ შეიძლება შეიქმნას ფრონტი, სადაც მთავარი არ არის სამშობლო და მთავარი არ არის წმენა. ეს გასაგებია, მაგრამ ანუ ფუნდამენტალური პრინციპები ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ტრადიციული საქართველოზე ორიენტირებული. ეს გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაცდეს ყველანაირ პარტიულ ჩარჩოებს. და აქ უნდა დაიწყოს ძალიან დიდი ბრძოლა და მე გეუბნებით, ეს ბრძოლა როგორც მინიმუმ აი ამ მთავრობის ჩამოგდებით დამთავრდება. იმიტომ ეს მთავრობა, რაც ამ მთავრობამ იკადრა, ეს საერთოდ უკადრებია, ეს არის უდიდესი დანაშაული. და ესენი ამისთვის უნდა დაისაჯონ, ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯონ და ხალხი ამისთვის უნდა მოემზადოს და აი ვეუბნებით ხალხს, რომ მოემზადეთ. იქნება უახლოეს კვირებში ყველაფერი გაცხადდება. არანაირი უკან დახევა აღარ იქნება. ბატონ დავით, როდესაც აი ამ საპროტესტო მუხტზე ვსაუბრობთ, ჩვენ არსებობს თუ არა საზოგადოებაში ეს განწყობა, ძალიან საინტერესოა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ აქციებს, რომელიც მიმდინარეობს, იქ რა სეგმენტის ადამიანები იღებენ ამ აქციებში მონაწილეობას, ვაკვირდებით, ვხედავთ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩვენ დავაკვირდეთ ადამიანებს, რა განწყობა აქვთ ახლა, როდესაც ისევ ქართული ოცნების ლიდერები არიან, ყველგან გონიათ თუ არა, ფიქრობენ თუ არა, რომ მათ ეკონომიკას, მათ სოციალურ მდგომარეობას რაიმე შეემატება ან შეიძლება, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ხომ ეს ადამიანები იყვნენ. ჩვენ თუ ვამბობდით, რომ მრავალფეროვნება, ახალი სახეები, ახალი ინიციატივები, ახალი ადამიანები რაღაც უფრო მეტ შესაძლებლობებს, ინიციატივებს გააჩენდნენ. დღეს ხომ აი ამ ყველაფრის გარეშე არიან ეს ადამიანები დარჩენილი და აი რაღაცნაირად ამას დაინახავს თუ არა ჩვენი საზოგადოება, რომ თუნდაც მათი სოციალური მიმართულებით შეიძლება საერთოდ არაფერი შეიცვალოს. საზოგადოებას ყოველთვის უნდა უთხრათ სიმართლე. იმიტომ რომ საზოგადოებას დღეს ჩვენ 21 საუკუნეა საინფორმაციო ომი რა არის, იცით, ბევრი ტელევიზია, ბევრი რადიოა, ინტერნეტია და უამრავი ინფორმაცია ვრცელდება და ადამიანები გნებავს, არ გნებავს, უნდათ, არ უნდათ ამ ინფორმაციის გავლენის ქვეშ ხდებიან. ამიტომ დღევანდელი სამყარო ეს არის დიდი ტყუილების სამყარო. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უზარმაზარი მანქანები, პირველი არხი სახელმწიფო, რუსთავი 2 იმედი, კიდე არ ვიცი, მილიონი რაღაცა აქვს.
ერთ დიდ ტყუილს ავრცელებენ და ეს დიდი ტყუილი არის რაში ჩვენ ცხოვრობთ. არის მეორე არხები, ეს არის ყოფილი სააკაშვილის ყოფილი აი ამ გუნდის არხები, რომლებიც მეორე დიდ ტყუილს ავრცელებენ. ერთადერთი ტელეარხი, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს, არის ობიექტივი, სინამდვილეში. ნუ არის კიდე რაღაც არხები, რომლებიც, მაგრამ სიმართლეს ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან ცოტაა ესენი. და ამოცანა და ფუნქცია ჩვენი არის, რომ ხალხს სიმართლე უთხრათ, იმიტომ რომ ხალხი დაბნეულია და ამ დიდ ტყუილში ბევრ რამეს ვერ ხვდება. აი ხა თქვენ რასაც ამბობთ, სულ ვამბობ მე, მთელი ეს 12 წელი ეს ხელისუფლება სინამდვილეში აშენებდა ბატონ ყმურ საზოგადოებას, მონათფლობელურსა და ააშენა უკვე, ააშენა. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ის ხალხი რო დაძდევს ქალბატონ წულუკიანს ან კიდევ რომელიღაც ბატონს დეუნება შემონა, ძალიან დიდ შეცდომაშია. ისინი კი არ არიან მონები, კაცო, ისინი ბატონ პატრონები არიან და მონათფლობელები არიან. ჩვენ ვართ დამონებულები, კაცო. ჩვენ ვართ ეს მონები და ჩვენ ვართ ეს ყმები. ნუ თუ ვერ ვიგებთ ამას, რომ მთელი ეს 12 წელი ეს ხელისუფლება ამას აშენებდა. თითქმის ყველა მინისტრი, ყველა არა, მაგრამ თითქმის ყველა მინისტრი, თითქმის ყველა დეპუტატი არა, მაგრამ თითქმის ყველა დეპუტატი, თითქმის ყველა თანამდებობის პირი, ყველა არა, მაგრამ თითქმის ყველა, ბევრი ამათან დაახლოებული ბიზნესმენი, ესენი გახდნენ ფეოდალები, ამას ნიშნავს, ესენი გახდნენ მონათფლობელები, ბატონყმები, ესენი გახდნენ ბატონები. ამათმა ეს 12 წელიწადში ეს გააკეთეს და დაიმორჩილეს და დაიმონეს მთელი ქვეყანა. ყველაფერი ამათ ხელშია, ბიზნესი ამათ ხელშია. ვერაფერს ვერ გაანძლევ თუ ამათი რაღაცა თანხმობა არ იქნა, ვერაფერ მაღაზიას ვერ გახსნი. ყველაფერი ამათ ხელშია. და ესენი ყველანაირ ბერკეტებს ფლობენ, მოვლენ, რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერს გაგიფუჭებენ. ყველაფერს დაგინგრევენ. ყველაფერი ამათია პოლიტიკაში, ესენი იქამდე მივედით, რომ ესენი ბედავენ და გეუბნებიან, შენ აღარ იქნები პოლიტიკაში. აი მე რატომ არ უნდათ პატრიოტთა ალიანსი? აი ამას რომ ვლაპარაკობთ, ამიტომ გეუბნებიან, შენ პოლიტიკაში აღარ იქნები. მაგრამ ჩვენ მიმართ სხვა სიტუაცია არც პოლიტიკაში უნდა იყო, არც ეკონომიკაში უნდა იყო, არცად. უნდა გაქრე ამ ქვეყნიდან, ან მოკვდი, ან წადი და ამის თავი ერთ-ერთი თავი არის თავად ბატონი პრემიერ-მინისტრი კობახიძე, რომელსაც უბრალოდ ისე ძულს ეს პატრიოტთა ალიანსი, აი ეს იზღება. და მისი ეგ არის ერთ-ერთი თავი აი ამ ყველაფერს. კაცი რომელიც თავის დროზე გაჭირვებაში რომ ადვოკატად ავიყვანე მე აქ მამამისის თხოვნით. აი ეს კაცი აკეთებს ამას ყველაფერს. ბატონ დავით, ეს არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებენ, თითქმის ყველაფერში აქვთ კონტროლი აღებული და ეს რაღაც სადავეები, რომელსაც კარგად უჭერენ, ამ შემთხვევაში ძალიან რთული უკომპრომისო შეუვალი ბრძოლა იქნება მაშინ თქვენი მხრიდან საჭირო. ბრძოლა ყოველთვის შეუვალი და უკომპრომისოა. უკომპრომისოდ ვებრძოდით ჩვენ მიხეილ სააკაშვილს და დავამარცხეთ მიხეილ სააკაშვილს. ასე რომ მე ხა დასაკარგი არაფერი არ მაქვს, შვილი გარდამეცვალა, ასე რომ მე ხა რა თუ დამიჭერენ ციხეში, მაგის მე არ მეშენია, ასე რომ არანაირი რა უნდა დავკარგოთ ჩვენ. რა უნდა დავკარგოთ? უკომპრომისოდ ვებრძოდით სააკაშვილსაც და მაშინ დაიჭირეს ეგერ ჩემი სიძე, მაშინ დაიჭირეს კოტეინაშვილი, ისინი კიდე იმდენი პატივისცემა ჰქონდათ, ვერ ბედავდნენ ჩემ და ინაშვილის დაჭერას და ირმას ძმა დაიჭირეს ჩემი სიძე. ესენი გაბედავენ და არ არის პრობლემა. არც ეგ არის პრობლემა, კაცო. არავის არაფრის არ ეშინია. აღარც ასაკი მაქვს რომ რამის მეშინოდეს და ვიმეორებ აღარ ჩვილი მყავს, ახლა რომ რამე მაინტერესებდეს, აფერ არ მაინტერესებს. თუმცა ფაქტია, თქვენ გქონდათ ძალიან დიდი სურვილი, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ჩვენ 30-ჯერ გაუწიეთ ხელი ამ უთხარით რომ არ არის სწორე, ნუ აკეთებ ესე, ნუ იქცევი ასე, ნუ ეხლა როდესღაც ვიყავით მოკავშირეები, თანამებრძოლები, ვეუბნებოდით, მაგრამ ის ხალხი აღარ არის. ვინც ჩვენი მოკავშირე და თანამებრძოლი იყო, ყველა განდევნეს ამათმა. აი ამ ბატონმა კობახიძემ განდევნა, ამათ განდევნეს. და დაასრულეს ახლა ჩვენი სრული მოსპობით და განდევნით. ეს სურთ ამათ, სხვა ამათ არაფერი მიზნები არ აქვს. ყველაფერზე ხელის მომწერი არიან 700.000-ზე მეტყვას რომ მოიპარავ, ყველაფერზე ხელის მომწერი ხარ. ნუ თუ ვერ ხვდებით რომ ყველაფერზე ხელს აწერს ეს ხალხი. ასე რომ აქ არ არის არაფერი სიახლე იმაში რაც ხდება. უკომპრომისო ბრძოლა იქნება აუცილებლად. თავარი აქ არის ორი რამ. ხალხი, საზოგადოება თუ ამას გააცნობიერებს და დაირაზმება ჩვენთან ერთად, ჩვენ ამათ დავამარცხებთ. არანაირი შენობების აღება არ არის საჭირო. არანაირი დიდი საპროტესტო აქციებია საჭირო. ლევან გაჩეჩილაძე გაიხსენეთ, არანაირ შენობებს არ იღებდა.
მაგრამ დაანგრია ის რეჟიმი იმდენად შეარყია. ჩვეულებრივი ყოველდღიური ფართო მასშტაბიანი მშვიდობიანი აქციები ქონდა, არაფერს არ იღებდა. დალეცა ის რეჟიმი საბოლოო ჯამში. ხალხი უნდა გაერთიანდეს და ხალხი მზად უნდა იყოს ფართო მასშტაბიანი აქციებისთვის და თავიდანვე საჯაროდ უნდა იყოს გაცხადებული. ყველა რეჟიმი ესე ეცემა, არასოდეს არ არის საჭირო არაფრის აღება. მაჰათმა განდიმ დაანგრია დიდი ბრიტანეთის იმპერია. ერთი შენობა არ აუღია. მილიონობით კაცი გამოდიოდა ქუჩაში და სრული პარალიზება ხდებოდა და ბოლო იმდენჯერ გამოვიდა ეს ხალხი, რომ ბრიტანეთის იმპერიამ გაანთავისუფლა ინდოეთი და ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, რომ ჩვენ ასეთი რაღაცა არ არის არაფრის აღება საჭირო. არც ის ხალხია საჭირო, რომელიც რაღაცისკენ მიმართულია და აქ რაღაცა ინტერესები. საჭიროა მხოლოდ ის ხალხი და დიდი რაოდენობით, ვისაც სურვილი აქვს რომ ესმის რომ ქვეყანა უბედურებაშია და ამ უბედურებისგან განთავისუფლება სურს. ბატონ დავით, სოციალური მოთხოვნები იქნება თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი აი ამ პროცესში, იმიტომ რომ ადამიანები მუდმივად რეკავენ ჩვენთან პირდაპირ ეთერში და ამბობენ, რომ თუ ალბათ რაიმე მიზეზით გამოვლენ ისინი გალეთ იქნება მათი სოციალური მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის ყოველთვის. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა იქნება სოციალური მიზნები ყოველთვის პირველ ადგილზეა, მაგრამ გარეთ არ უნდა გამოხვიდე მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალური პრობლემები არის. პირველ რიგში გარეთ იმიტომ უნდა გამოხვიდე, რომ შეურაცხყოფილი უნდა იყო იმით, რომ შენ წაგართვეს თავისუფლება. თავისუფლება მეტია ბევრად, ვიდრე რაღაცა სოციალური, თუმცა სოციალური მიზეზი პირველ ადგილზე ასევე, აი თავისუფლება და გაჭირვება ეს ყველაფერი ორივე პირველ ადგილზეა, ორივე ერთად პირველ ადგილზეა. იმიტომაც ცდილობს ეს ხელისუფლება, რომ იყოს მონათმფლობელობა და ხალხი იყოს გაჭირვებული, მარტო დიდრები უნდა იყვნენ ესენი და დანარჩენი გაჭირვებული, იმიტომ რომ გაჭირვებული კაცი ფიქრობს იმაზე ყოველდღე პურის ფული ჭირდება, საჭმლის ფული არა აქვს და აღარა აქვს ძალა, რომ სადღაც მიტინგზე მივიდეს. ამიტომ გაშიმშილებს ეს კაცი. ამიტომ ანადგურებს ყველა პარტიას, რომ ძალა არ გო, ამათი პრინციპია, რომ ამათ ფული არ უნდა კონდეთ, რომ ამათმა რამე ვერ მოაწყონ. ბატონ დავით, ეს თემა რომ დავაკავშირო, ასევე ვაკავშირებ ქართული ოცნების პროპაგანდასთან, რომელიც მუდმივად არის მშვიდობაზე თითქოს ორიენტირებული და აი ამ მშვიდობის ფასი რა არის ჩვენს ქვეყანაში და არის თუ არა ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება საერთოდ მშვიდობასთან რაიმე კავშირში, იმიტომ რომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში მუდმივად ჩვენ საპროტესტო მშვიდობისთვის არ უბძვია ამ ხელისუფლებას. მშვიდობისთვის იბრძოლა ისევ პატრიოტთა ალიანსმა. მაშინ, როდესაც იყო დიდი საშიშროება, ძალიან დიდი საშიშროება, რომ ომი დაიწყება ორი მიმართულებით, უკრაინა და საქართველო, მაშინ პირველი ყველაზე დიდი ნაბიჯები გადავდგით ჩვენ. და გახსოვთ ეს თქვენ. და მაშინ ხელისუფლებამ ნამდვილად იშრომა და იღვაწა იმისთვის, რომ ქვეყანა ომში არ ჩათრეულიყო. ეს პერიოდი ნახევარი წელი გაგრძელდა, გავიარეთ, მორჩა. იმის მერე წელიწად ნახევარი გავიდა. აღარ არის ჩვენც მარტო ჩვენ არ აუწდით ამ ომს. მოლდავეთიც იყო იგივე საშიშროებაში, მოლდოვა და არ ჩაება არც ის ომში, მარტო ჩვენ კი არ ვიყავით, კაცო. მოლდოვაში პირიქით საერთოდ დნესტრისპირეთის იმათაც როგორც აფხაზეთი, ოსეთი დამოუკიდებლობა გამოცხადებული, უკრაინამ ესროლა იმათ, ესროლა, რომ იქ დაწყებულიყო საომარი მოქმედება, მაგრამ ვერ ჩაითრია. ასე რომ ჩვენ არა ვართ მარტო, ვინც არ იქნა ამას ჩათრეული. ბელორუსიაც არ იქნა ჩათრეული ამ ამბავში. და ეხლა გავიდა იმის მერე წელიწად ნახევარი და ის ქვეყნები მუდმივად იმას კი არ ლაპარაკობენ. ეს ამათ თემები არ აქვთ. და ამიტომ თემა რო არ აქვთ, ხალხი ეხლა როგორღაც ხო უნდა დააბოლონ და აი ეხლა წელიწად ნახევარი ლაპარაკობენ მშვიდობაზე, მორჩა ეს თემა გაავიდა. და ახლა ხო არ შეიძლება მშვიდობა მოუტანა გიორგი სააკაძემ საქართველოს, როცა აბას პირველი გაანადგურა საერთოდ. ჯერ მარტყოფში, მერე მარაბდაში. ნუ ახლა ჩვენ პერიოდულად ამას ვიხსენებთ გასაგებია 420, მაგრამ ყოველდღე ამაზე ხوار ვლაპარაკობთ ახლა. ხო არ შეიძლება ყოველდღე ვილაპარაკოთ იმაზე, რაც აღარ არსებობს. არა აქვს არაფერი სალაპარაკო. ამიტომ ამათ ჭირდება საფრთხობელა, სულ უნდა მიშა აღარ არის, ნაცმოძრაობა არ არის, მაგრამ სულ ნაცები, ნაცმოძრაობა, მიშა, რაც არ არის, იმაზე ლაპარაკობენ. მოსპეს ის ყველაფერი იმის ნაცვლად უნდათ ეხლა ეს ლელო, ეხლა ლელო გახადა ვიღაცა გუში რეკავს, როგორო ნაცმოძრაობა არა, ლელო ხო არის? ლელო საერთოდ ვინ არის? ლელო რა ორგანიზაციაა, კაცო, ხელოვნურად დაუწერა რაღაცა პროცენტები, ამან ჭირდება
იმათ შემცვლელად და ჭირდება უბრალოდ აი როგორც საფრთხობელა. რაღაცა ნიღაბი, მორიგი შეფუთვა, ამას თუ ვერ ხვდება კაცი ახლა ინტელექტის დონე საერთოდ აღარ არის. ნუ რა უბედურება ახლა ლელომ როგორ შეიძლება რამე საფრთხე ვინმე შეუქმნას. აი ბატონ დავით, აი ამ პროცესებით, თქვათ ახალი რაღაცა ძალებით დაიწყო, რაღაცა ის გამომაფხიზლებელი საზოგადოების მიმართულებით კამპანია, ასე შემდეგ, იქ ქუჩის გამოსვლები, ასე შემდეგ. ქართული ოცნების მხრიდან რა გაგრძელებას ხედავთ? იმიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თითქმის ყველას მოღალატედ აცხადებენ. არის ესეთი თუ არა და პირდაპირ ციხეში გასამართლება იწყება. დაახლოებით იგივე ვიმეორებ ქართული ოცნების 80% მინიმუმ 90 თუ არა დღეს ეს არის ნაცმოძრაობიდან გადასული ხალხი. იგივე მეთოდებით მოქმედებენ, რაც მიხეილ სააკაშვილი. რა არის აქ ახალი? ყველაფერს ამას აკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი. ეხლა ესენი აკეთებენ. ყველას ემუქრებიან, ყველას აშინებენ, ყველას დაგიჭერთ, ერთი და იგივე რაღაცაა. ერთი და იგივე რაღაცაა ეხლა, რაც იყო სააკაშვილის პერიოდში. რა არის აქ ახალი? ყველას აშინებენ, საფრთხობელა იმათ ჰქონდათ საფრთხობელა რუსეთი, მთელი ქვეყანა რუსეთის აგენტი იყო, ამათ აქვს საფრთხობელა ნაცმოძრაობებს აღარ არსებობს, ახლა ლელო რომელიც არავინ არ არის და რაღაცა საფრთხობელა რომ შვიდობა ომი რომელიც არც ეს აღარ არის, რაღაცა საფრთხობელები, იმასაც ჰქონდა რაღაც საფრთხობელები. ისიც იჭერდა, ესენიც იჭერენ. ისიც იპარავდა ხმებს, ამათმა გადააჭარბეს 700,000 ხმა არასდროს არ მოუპარია სააკაშვილს კაცო. ის ქემაინც ილუზიას ქმნიდა არჩევნების, კი ლევან გაჩეჩილაძე მოუგო მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის არჩევნები, მოუგო. და ოპოზიციამაც მოიგო პარლამენტის არჩევნები, მაგრამ იქ აიღო იმან 40%-ზე მეტი აიღო იმ სააკაშვილმა მაშინ. და აქ საერთოდ აქ უბრალოდ, ესე იგი 700,000 ხმა საქართველოს ისტორიაში არავის არ მოუპარია. სირცხვილი როგორ არ ცხვენია კაცო ვიცნობ მამამის დედამის ამ ბატონი პრემიერ-მინისტრის კარგო ჯახში გაიზარდა ნუ თუ ეხა ასეთი უზნეობას როგორ კადრულობს კაცი გამოდის და იძახის რომ 1.5 მილიონი კაცი მოვიდაო როდესაც თვითონ იცის წინვალეთ რომ 700,000 კაცზე ანუ ცოტა მეტი ცოტა ნაკლები დარჩენი შენ ჩაყრილი ხმებია მაგრამ არაფრის არ ცხვენია ეს ხალხი ყველაფერზე ხელის მომწერია ბატონი კობახიძეა ვინც დავალება გასცა რომ ამათ დაუწერეთ 1%-ზე ნაკლებია პირადად ბატონი კობახიძეა იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა კაცია რომელიც თელ მსოფლიოს ტრად ხედავს აი არის დღეს პრემიერ-მინისტრი რა გააკეთა სიკეთე ამერიკას გადაემტერა ევროპას გადაემტერა რუსეთთანაც სტროები არიან ხო არ გონიათ მეგობრობა იქ ასტრობა ქვეყნის შიგნით ყველას გადაემტერა შეიძლება კაცი ცხოვრობდეს ყველა სტერი იყოს ყველა სტერი დედამიწაზე ნუ რა უბედურებაა ეს აი ამაში ცხოვრობთ ეს როგორ არ ვხედავთ ეს უნდა დავინახოთ ჩვენ საერთაშორისო დონეზე ნამდვილად ჩვენი ამოცანა პირველ რიგში არის ეს სიმართლე ხალხს დავანახოთ, გავაგებინოთ, გაუხსნათ გონება, ვისაც დახშული აქვს ეს გონება. მეორე ჩვენი ამოცანა არის მთელი საზოგადოება დავრაზმოთ ჩვენს ირგვლივ. მთელი და ეს პარტიული პროცესი არ უნდა იყოს, ზე პარტიული. და მესამე უნდა იყოს, რომ დავიწყოთ უნდა ფართომასშტაბიანი აქციები, მაგრამ ამას მომზადება ჭირდება. ამას ორგანიზება ნამდვილად რესურსი და ადამიანების რა თქმა უნდა გულწრფელი მხარდაჭერა სჭირდება აი ესეთი ტიპის არა ორგანიზება ჭირდება ეს არ არის მარტივი პროცესები რომელიც შეიძლება ბევრს გონია რომ გუშინ მეგობარი მირეკავს ჩემი და აი სწრაფად ეს არ ხდება ერთ დღეში არ ხდება ამას უნდა დრო მაგრამ დღეს მე მგონი მთავარი არის რომ გამოვაფხიზლოთ მთელი საზოგადოება და დავიწყოთ ამ პროცესების ორგანიზება ნელ-ნელა. მუდმივად არის ხოლმე ჩვენი საზოგადოების მხრიდან კითხვები, რომ ვინ უნდა ჩაუდგეს აი ასეთ პროცესებს სათავეში, ვინ უნდა გამოვიდეს ქუჩაში გარეთ და ეს ალბათ იქნება ერთადერთი არავინ ჩვენ ყველა უნდა ჩაუდგეთ, ჩვენ ყველანი უნდა ჩაუდგეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ვიმეორებ მაშინაც ახლა გაჩეჩილაძეს პერიოდში ბევრი ხალხი გაერთიანდა მე თქვენს რომ აი მოდი ლევანი ჩაუდგეს ამას. აქაც ესე მოხდება, აქ არ არის ახლა ჩვენ უკვე სხვა საკში და მდგომარეობაში გვართ, არაფერი პირველობები ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ჯერ პირველ რიგში საჭიროა მთელი საზოგადოების დარაზვა და ის ხალხი, ვინც ეროვნულად აზროვნებს, უნდა გამოფხიზლდეს და ამ პროცესებში უნდა დაიწყოს, ჩაერთოს მაქსიმალურად. ეს არის ის, ვისაც კიდე გონება დაბნელებული აქვს დღეს და რაღაცა ის გონია, რომ კიდე მიშა და ეს ხალხი უნდა გამოვაფხიზლოთ, ის ხალხი ვისაც გონია რომ იქ 100,000 კაცი მივიდა და ეს ხალხი ყველა მიშისტი იყო, ამათი გონება უნდა გავხსნათ, ეხა სისულელია ესა. იქ მიშისტი გეუბნებით, მე თქვენ 5,000 კაცზე მეტი არ იყო და იმ 5,000 კაცს არ ვეძახით ჩვენ, არა. ბატონ დავით. ხალხი შეწუხებულია მუზარმაზარი ტყუილით, რომელშიც ცხოვრობთ. და ეს უნდა გაიხსნას გონება, დავინახოთ რა ტყუილებში ცხოვრობთ, კაცო.
თავარი ალბათ მიზანი არის ის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს, ხომ? თქვენ რას ფიქრობთ, როდესაც ამბობთ, რომ მშვიდობით არის აუცილებელი, ყველანაირად მშვიდობით იყოს უზრუნველყოფილი ეს ნაბიჯები, რომელიც შემდეგში გადაიქმნება, ალბათ თავარი მიზანი ახალი პარლამენტის არჩევნებამდე უნდა მივიდეთ. მანამდე არის ძალიან დიდი ფართომასშტაბიანი აქციები საჭირო, ძალიან დიდი. არ არის საკმარის თავისუფლების მოედანი, უნდა გაივსოს თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ამ ხელისუფლებამ იმდენი იქნა დავით აღმაშენებლის გამზირი სტამბოლის ქუჩას უწოდებენ ახლა. ეს უნდა ყველაფერი, აი ამდენი ხალხია საჭირო. მე აუცილებლად ეს კონკრეტულად ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს, დატოვოს თანამდებობები და მე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს დამნაშავე ხელისუფლებაა. დამნაშავეა პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის აი ამ ხალხმა უნდა დატოვონ ეს თანამდებობები და აი ამის მერე უნდა დაინიშნოს არჩევნები. როცა ხალხი გამარჯვებას შეძლებს, როცა აღარ იქნება ის ხალხი, ვინც ბედავს 700.000 ხმის მემატებას. ბატონ დავით, ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ხასიათს, როდესაც ისინი არ უშინდებიან ბოლო პერიოდში არანაირ საერთაშორისო შეფასებებს, არანაირ ზეწოლას, რეზოლუციებს, თითქმის არავის ძახილს არაფრად თვლიან. ეს ილუზიაა. ძალიანაც უშინდებიან და ძალიან დიდ ზიანსაც ღებულობენ. ძალიან დიდ ზიანსაც ღებულობენ და ძალიან დაზიანებულია თავად ბიძინა ივანიშვილი. ძალიან დაზიანებულია. ყველაფერს ხო არ ყვებიან, ძალიან. მაგრამ ეს არის ვისი ბრალი? აი ეს მრჩეველები მის ირგვლივ ერთი რა რჩევებია ეს? ყველა და ყველაფერი დაზიანდა. რა რჩევებია? საბჭოთა კავშირში ბრუნდები, დავბრუნდით უკვე. თუ ეს არის რჩევები და ეს ჭკვიანური სქემა, ნუ არ ვიცი ახლა მე სად არის აქ ჭკვიანურობა. დაუჯერებელია ნამდვილად ამას ვერ ხედავდეს, იმიტომ რომ ინიციატივები თქვენ ადამიანი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ეუბნებოდით ინიციატივებს, რომლებიც ხელგაშვერილის თავაზობდით, რომ რაღაც აი ესე გააკეთეთ და ქვეყანა აიქეთკენ სწორად წავა, დღეს აი ასეთ განწყობაზე როდესაც ეს ინიციატივა პირველ რიგში ყველანაირი ჩვენი ინიციატივა მიდის ბატონ პრემიერ-მინისტრთან. ბატონი პრემიერ-მინისტრი ჩვენ ძულ ვართ. ვეზიზღებით ამ კაცს. არავინ არ იცის რატო სიკეთის მეტი რა გვაქვს მისთვის გაკეთებული. მაგრამ აი ეს ვერ ხედავს ეს კაცი სიკეთეს. და ვეზიზღებით. ამიტომ ყველა ამ ინიციატივას პირველი აბრკოლებდა ეს კაცი. აი ამაშია საქმე. და არანაირი ინიციატივა არ მიიღო და გააკეთა ის რაც გააკეთა, რაც მოწონს ის გააკეთა. ეხლა დაკოკეს მთელი თავისი დაქირავებული ზოგი Facebook-ში კლავიატურაზე რაღაცეებს რო წერს, ზოგი კიდე სადღაც და წერენ რომ აი ყველაფერი კარგათაა და არ ეკინებენ ეთერში და აღარავის არ დაუთმობთ ამ ეთერში რაღაც სულელურ ზარებს ტყუილან ურეკავთ და ქართული ოცნების დაქირავებული მუშაკები. არანაირ დათმობა აღარ იქნება და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ ამ ეთერში და ცდილობენ კიდე ხალხი დააბნიონ და Facebook-ში და ყველგან წერენ რაღაც სისულელეებს რომ ნამდვილი არჩევნები ჩატარდა რომ 1.5 მილიონი კაცი იყო, უბანზე ერთი კაცი არ ყოფილა. რომ ყველაფერი სწორია, რომ ყველაფერი კარგია და ასე შემდეგ და ყველანაირ დააკვირდით როგორი მიდის ახლა ხელისუფლების არხების პროპაგანდა. მარტო იმაზე მიდის ლაპარაკი რომ ვიღაცას უნდა და შენობის აღება რომ ეს არის დანაშაული. ამდენ ხმას რომ მოიპარავ არ არის დანაშაული? ამაზე დიდი დანაშაული არაფერი არ არის. 3 მილიონიან ერს რო გულში ჩააფურთხებ და მის ხმებს მიიტაცებ, ეს უფრო დიდი დანაშაულია თუ რაღაც შენობის აღება იქ. თავარი არის არჩევნების უფლების წართმევა ალბათ. მონათმფლობელურ წყობილებას რო შექმნი, დემოკრატიულ სახელმწიფოს რო ქვია, არ ქმევდა. მონათმფლობელობას ქმნი, ეს დანაშაული არ არის? ტეგდათვალიერებისნაირი მსგავსი ფორმებით რომ ქმნი კორუფციას, ეს დანაშაული არ არის? საავტომობილო ტყუილი ჯარიმები რო არის უზარმაზარი არაფრისთვის და ხალხს რო ფულს ძალავ, ეს დანაშაული არ არის? ძალაუფლების შეგრძნების ასე ვთქვათ ბოროტად გამოყენებასთან გვაქვს ბატონ დავით საქმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ეს თანამშრომლობა გქონდათ თქვენ და ძალიან გული მწყდება რომ დღეს აი ასეთი რაღაც კრიტიკული დამოკიდებულებით ხართ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი თქვენ რამდენჯერ სცადეთ ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც იმ ცუდი მდგომარეობიდან გამოყვანა, თქვენი კონკრეტული ინიციატივებით დახმარება, ხელის გაწვენა და მართლაც ძალიან საწყენია, როდესაც აი ასეთი დამოკიდებულება მოდის ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ. ამას ჩვენი საზოგადოებას ძალიან კარგად ხედავს. ყველანაირი თანამშრომლობა კი არა, ჩვენ მოვიყვანეთ თავის, რომ ჩვენ რო არ გაგვერცელებინა ეს კადრები, ეს ხელისუფლება არ მოვიდოდა, მაგრამ ამ ხელისუფლებაში ხან ჯერ იყო აღმოჩნდა, რომ ის ხიდაშელი როცა იყო ამ ხელისუფლებაში. ან სხვები, ისინი უფრო
უკეთესები აღმოჩნდნენ ვიდრე ბატონი კობახიძე, რომელიც გადაემტერა მთელ სოფლიოს. და არანაირი გაწვილი ხელის აღქმის უნარი ამ კაცს არა აქვს. ამას ზიზღი აქვს, გაიგეთ, ეს არის სხვანაირი ტიპის ადამიანი. ეს იზიზღა, ყველა შეიზიზღა. და რა დაამკვიდრეს, კაცო, დააკვირდით რა სისტემა შექმნეს ხალხი. თბილისია, საქართველოა, ყველა ერთმანეთს პატივისცემს. პოლიტიკას არა აქვს მნიშვნელობა, ზოგი იქით ბანაკშია, ზოგი აქით ბანაკშია, მაგრამ პანაშვიდზე ადამიანები გამარჯვებას ეუბნებოდი. ეხლა რა სიტუაცია იცით? პანაშვიდზე ის ხალხი, ვისაც 30 წელი იცნობ, ვითომ ვერ ხედავ ზურგს აქცევს და იქ სადღაც იმალება, რომ გამარჯობა არ უთხრა, რომ ბატონმა კობახიძემ არ დაინახოს. შენ გესმის, ადამიანები ერთმანეთს სალამს არ ეუბნებიან და თავს არიდებენ, რომ აი ამ რეჟიმმა არ დაინახოს და მერე ის არ შეიძულოს და ის არ გადაიმტეროს. წარმოგიდგენიათ საქართველოს სადამდივართ მისულები. სააკაშვილის დროს არ ხდებოდა ესეთი რაღაცა. ეს უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა ზიზღი დაითესა საზოგადოებაში. უზარმაზარი ზიზღი არის დათესილი საზოგადოებაში. უფრო დიდი მოცულობის ზიზღია ვიდრე სააკაშვილის დროს. ის კონკრეტულად იყო სააკაშვილი და კიდე რაღაც რაოდენობა ადამიანების, რომელიც შეიძულა ქართულმა ხალხმა. მაგრამ ისიც კი მიხეილ სააკაშვილიც კი არ ავალებდა თავის რომელიღაცა სხვა თანამშრომლებს, რომ მე ვინც მეზიზღება, შენ შეიზიზღეო. და არ თხოვდა იმათ, რომ იმას გამარჯობა არ უთხრაოდა. აქ ამან ეს გააკეთა ყველაფერი. ეს რაღაცა წარმოუდგენელი რამეა. მე გაოცებული ვარ, უბრალოდ ეგეთ თვისებები ადამიანებს საიდან გამოაჩნდათ. აღმოაჩნდათ და ამ თვისებებს როგორ არ ვცელებენ საზოგადოებაში. და რას დაემსგავსა ხალხნო, გამოფხიზლდით, ქართველები არა ხართ კაცო. არ პატივისცემა არ გასწავლეს შობლებმა, რა დაგემართათ. არ იცით რომ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ერთმანეთს კარგი სალამი, ეს როგორ არ იცით? და არ იცით რა ხო არსებობს ყველანაირ ქრისტიანობა, მე თვითონ ახლა ლექციებს კითხულობ ხმართმადიდებლობაში და ყველა ადამიანი ტყუის და ყველა ადამიანი ჩადის ყველანაირ ცოდვას. მაგრამ ყველაფერს საზღვარი ხო აქვს კაცო. ხო არ შეიძლება 700.000 ხმის მოპარვა გაბედო და მოგეჩვენოს რომ ეს ნორმალურია, ესე იგი რამდენად პატივს არ უნდა წემდე მთელ ერს და მთელ ქვეყანას, რომ ეს იკადრო და ამაში მონაწილეო. ეს გვაქვს ჩვენ ზუსტად ამას ვართ მისული, აი ამას. ეს ზღვარი გადაილახა, ყველანაირი წითელი ხაზი გადაილახა. და დღეს გამოსავალი ნამდვილად ამის გარდა, რასაც თქვენ ხედავთ, აღარ არსებობს როგორც ჩანს. მე ვფიქრობ ადამიანმა, რომელმაც კიდე ვერ გაიგო რა მოხდა, აქ არის ან ეს ადამიანი ბრიყვია, ან პირდაპირი ინტერესი აქვს, ფულადი, ან მართლა მონაა უკვე და თუ მონაა, უნდა გავანთავისუფლოთ ის მონაც. იმის გონებაც უნდა გავხსნათ და გავანთავისუფლოთ. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონ დავით გადაცემაში მონაწილეობისთვის, მაყურებელს თუ რადიო მსმენელს. მადლობ თქვენ, დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს, ჩვენ დიდ პატივისცემთ მაყურებელს, გვიყვარს ჩვენი მაყურებელი. და იმისთვის ვიღწვით, რომ ეს მაყურებელი ახლა დავრაზმოთ ჩვენს ირგვლივ. და ის ადამიანებიც კი, ვინც ქართული ოცნების დავალებით რეკავენ, იქნებ იმათი გონებაც გაიხსნან და გააცნობიერონ რამხელა საკუთარი ერის წინააღმდეგ რამხელა უბედურებაში მონაწილეობს ეს ხალხი. დიდი პატივისცემით გემშვიდობებით. დიდი მადლობა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურავი გსტუმრობდა. ნახვამდის.